დანა უაითმა ბრძოლები გამოაცხადა. ვოლკანოვსკი ლოპეს ქვემსუბუქი წონის ტიტულისთვის მეორეჯერ დაუპირისპირდება. უმარ ნურმაგომედოვი დეივისონ ფიგურედოსთან იბრძოლებს. შონ ომალი იადუნგს დაუპირისპირდება. კორტეს აკოსტა იანვარში დერიკ ლუისთან იბრძოლებს. ასევე ჩაინიშნა გრასო ნამაიუნასის ბრძოლაც. ალენი სილვას წინააღმდეგ. ნუნეშის დაბრუნება და ჰარისონის ქამრის დაცვა. ჯასტინ გეიჯი პედი პიმბლეტს დაუპირისპირდება. დანა უაითმა კი გამოაცხადა, რომ მათ შორის გამარჯვებული ილია თოფურიასთან იბრძოლებს მსუბუქი წონის ტიტულისთვის. გინდა რომ პედი მოიგოს? მეც. არმან ცარუკიანის ინსტაგრამის სტორი დანა უაითის ამ გამოცხადების შემდეგ. ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ოჯახური პრობლემების გამო უახლოეს მომავალში ოქტაგონს არ დაუბრუნდება. მომავალი წლის პირველ მეოთხედში არ ვიჩხუბებ. რთული პერიოდი მაქვს ჩემს პირად ცხოვრებაში. მინდა ჩემს შვილებზე გავამახვილო ყურადღება და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა რომ დივიზიონი შევაფერხო. UFC მოაწყობს საჭირო ბრძოლებს და როგორც კი ყველა საკითხი მოგვარდება, მე შევატყობინებ UFC-ს, რომ მზად ვარ დასაბრუნებლად. განაცხადა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში. მაქს ჰოლოვეი ილია თოფურიას გამოეხმაურა. წუხვარ იმის შესახებ თუ რაც მესმის ჩემპიონო. თუ ეს მართლაც ის არის რაც მე გავიგე, ვიცი რასაც გადიხარ. ერთ მხრივ იბრძვი, მეორე მხრივ კი ცდილობ შენი შვილები დაიცვა. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის. ილია თოფურიამ კი უპასუხა. მადლობა მხარდაჭერისთვის, ძმაო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ შენ და შენს ოჯახს. მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ პიოტრ იანი მათი ბრძოლის შემდეგ მოეწონა. მანამდე არ მომწონდა რამოდენიმე მიზეზის გამო. არ მომწონს რუსების პოლიტიკა. ჩვენი მენტალიტეტი ასეთია, როცა ვინმეს ამარცხებ და მას ბრძოლა აქვს, ხარს უჭერ მას. ჩემს შემდეგ მან სამჯერ იჩხუბა და ძალიან ვქომაგობდი მას. ახლა კი მომწონს. ხამზად ჩემაევი ნასურდინ იმავოვთან ბრძოლას ითხოვს მას შემდეგ, რაც რამადანი მარტში დასრულდება. ჭიდაობის დასახვეწად დრო გაქვს, ბრატიშკა. უახლესი ინფორმაცია. კრიშტიანო რონალდო ილია თოფურიას MMA პრომოუთერული კომპანიის WOW FC-ს აქციონერი გახდა. WOW FC რაღაც უნიკალურს და ძლიერს აშენებს. დღეისათვის სულ ეს იყო ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის, შემდეგ ეპიზოდამდე.